ევროპული მშვიდობის ფონდის ფარგლებში უკრაინისთვის გამოყოფილი 6.6 მილიარდი ევროს გამბლოკვის პროცესი უკვე დაწყებულია. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც უნგრეთში, რომელიც უკრაინის დახმარების პაკეტს ბლოკავდა, ახალი ხელისუფლება მოვიდა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა კვიპროსის ქალაქ ნიქოზიაში მიმდინარე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე განაცხადა. მისივე თქმით, კვიპროსში მინისტრები ამ სახსრების გამოყოფისა და გამოყენების და ზოგადად უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების გზებს განიხილავენ. თუ ჩვენ ინფორმაციას მივიღებთ, რომ რუსეთს რაღაც ეხმარება, მაშინ ჩვენც ომის შესაჩერებლად უფრო შემოქმედებითი გზები უნდა გამოვნახოთ. თუ არსებობს მოსაზრება, რომ ზოგიერთი ჩვენგანი რუსეთთან ვაჭრობით კვლავ იღებს სარგებელს, მაშინ როდესაც ეს მათ ომის დაფინანსებას უადვილებს, ეს ომი არასდროს დასრულდება. სწორედ ამიტომ სანქციების მთავარი მიზანი ომის დაფინანსების წყაროების შეზღუდვაა, რომ მისი გაგრძელება ვეღარ შეძლონ. ომები მაშინაც მთავრდება, როდესაც აგრესორებს ფული ეწურებათ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთთან დაიწყონ საუბარი, რადგან საბოლოოდ მათ მაინც მოუწევთ შეთანხმება. ამავე დროს უნდა გვახსოვდეს ჩვენი ძირითადი ევროპული ინტერესებიც. როდესაც საუბარი სანქციების მოხსნასა და აქტივების გაყენვის გაუქმებას ეხება, არსებობს საკითხები, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. უნდა დავინახოთ, რომ ევროპის უსაფრთხოების ძირითად ინტერესებს პატივს სცემენ. ამ მიმართულებით მზაობა ჯერ არ ჩანს. ვხედავთ მათი მხრიდან თავდასხმების ესკალაციას. მათ პირველ რიგში ცეცხლის შეწყვეტა უნდა დაიწყონ და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. ამავდროულად გარკვეულ ძვრებს ვხედავთ რუსეთში, სადაც ამ ომის გაწელვით უკმაყოფილოები არიან. სწორედ ამიტომ პოტენციური სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის საჭიროა მათზე ზეწოლის გაძლიერება და უკრაინისთვის ჩვენი მხარდაჭერის გაზრდა. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ნავიგაციის თავისუფლებასა და საზღვაო უსაფრთხოებაზეც. მან ყურადღება რუსეთის ეგრეთ წოდებულ ჩრდილოვან ფლოტზეც გაამახვილა. მისი განცხადებით, ჩრდილოვან ფლოტთან მიმართებაში ევროპელი მოკავშირეების პოლიტიკა შეიცვალა და ახლა მათ ამ გემებზე ასვლაც დაიწყეს. მიზანი რუსეთისთვის ომის დაფინანსების გზების მაქსიმალურად შეზღუდვაა. ნავიგაციის თავისუფლების საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით გამოწვეულ პრობლემებსა და მისი გახსნის გზებსაც განიხილავენ. კვიპროსში გამართულ არაფორმალურ შეხვედრებზე განხილვის მთავარი საკითხები ასევე უკავშირდებოდა ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას. იმ დროს, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები ევროპაში თავის ძალებს ამცირებს.